კავშირი ობიექტივი მე წამყვანი მარიამ გონცაძე გახლავართ. საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს აკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს გადაცემაში საუბარი გვექნება საზოგადოებრივ სივრცეზე ჩვენს ქალაქში, კერძოდ იმაზე თუ რას გულისხმობს საგზაო უსაფრთხოება და იცავენ თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ქვეითები და მძღოლები. ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში მოვიწვიეთ ბატონი რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი, ზურა ბეჟეშვილი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი და ეკა ლალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვეკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 238805, ასევე Skype მისამართზე ობიექტივი 2. გადმოვალ კითხვით ბატონო ზურა თქვენთან ჩვენს ქუჩებში ქაოსია, გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც ვთქვათ, აი ამ პრობლემას, რა არის ეს პრობლემა, მთავარი მიზეზი ამ პრობლემის, რა გვახლავს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა შეესაქმე? კომპლექსურად არის სამუშაო აქ მარტო ავტომობილების რაოდენობას ვერ დავაბრალებთ, ავტომობილების რაოდენობა არ არის იმდენი. რადონის საცობებიც აღმოჩნდება ხოლმე ჩვენს ქუჩებში. აქ არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ინფრასტრუქტურა, მოსაწესრიგებელი. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ აი შაბათი დღე არის, დილით მოვემგზავრებოდი თქვენსკენ და იგივე სისტემით და იგივე რეჟიმით მუშაობს შუქნიშნები, როგორც პიკის საათში, როგორც შუა ღამისას, როგორც დილით, როგორც საღამოს, არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად, სხვადასხვა რეჟიმში უნდა იმუშაოს შუქნიშნება, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ღამის 2 საათზე საერთოდ უნდა თითქმის ყველა გამოითიშოს და ყვითელი ცინცვი უნდა ჩაირთოს, ეს აფრთხილებს ყველას, რომ მოძრაობა არის ძალიან მცირე, მაგრამ თქვენ თხილად უნდა გაიაროთ ძალიან ბევრჯერ გინახიათ ალბათ ღამის საათებში, როდესაც დგას ავტომობილი და გამონაბოლქვი, ანუ იქ როგორ არის, რაც უფრო მეტია საცობები, გამონაბოლქვი უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ამ გამონაბოლქვზე და პარკის განახლებაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ მე მინდა ერთი რამ გითხრათ კიდევ, რომ გამომწვევი მიზეზი აი ამ ქაოსის თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს არის უცოდინარობა, ანუ როდესაც არ იცის ადამიანმა მოძრაობის წესები, საგზაო უსაფრთხოება, როდესაც ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი და დახაზული არ არის სწორად, არ არის ნიშანი და დახაზული ერთმანეთს ეწინააღმდეგება, შუქნიშანი დგას ისეთ სიმაღლეზე, აი დავუშვათ ამოდიოდი ვარასხევზე და 2 შუქნიშანი დგას და პირველ ზოლში მდგარი ავტომობილის მძღოლი ვერ ხედავს ვერცეს თუ ესე არ აიხედა რაღაცნაირად, ანუ ერთი შუქნიშანი აუცილებლად უნდა იყოს დაბალ დონეზე, რომ ჩანდეს როგორც ფეხით მოსიარულე უნდა ხედავდეს, ასევე უნდა ხედავდეს წინა რიგში მდგომი. და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შუქნიშნები მუშაობს სხვადასხვა სისტემით, ვეთქვი რეჟიმი ახსენეთ წეგან, ანუ საბურთალოზე სხვანაირად მუშაობს, ვაკეში ტაიმერით არის, დიდი ღომში სხვანაირად არის, იმაში რა ქვია, რუსთავში სულ სხვა სისტემა არის აბსოლუტურად მოძველებული, არ ვიცი შეიძლება ახლა შეცვალეს. ქუთაისში კიდევ სულ სხვა სისტემა, იცით რა ჩვენ ვართ ვენის კონვენციის თანახმად, ყველა ნიშანი, საგზაო ნიშანი, ყველა სისტემა უნდა იყოს ძალიან ახლოს ერთმანეთთან, მით უმეტეს ერთ ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ სხვადასხვანაირად მუშაობდეს. აი ეს არის გამოწვევი მიზეზები იმ ქაოსის, რასაც ჩვენ ხედავთ ამ საცობებთან განმარტებით. აი კერძოდ ქვეითებისთვის როგორ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რამდენად კეთილმოწყობილია ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა არ არის კეთილმოწყობილი და როდესაც საუბრობთ ჩვენ დაჯარიმებაზე, რომ მოდით დავაჯარიმოთ ჩვენ ქვეითად მოსიარულე, ჯერ უნდა მოუწყოთ მას გადასასვლელები და შემდეგ უნდა მოვთხოვოთ მას, რომ დაიცვას ეს ყველაფერი. არ არის, აი მაგალითად ბევრჯერ მაქვს მოყვანილი და იქ ვცხოვრობ შარტავაზე, დაახლოებით 400-500 მეტრში, 9 კილომეტრის მანძილზე 62 სკოლიდან ვეძისამდე თითქმის არ არის გადასასვლელი. ანუ რა უნდა თქვა შუაში მყოფმა ადამიანმა გაიაროს 250 მეტრი, მერე გადავიდეს 62 სკოლთან, მერე კიდევ 250 მეტრი, ანუ 9 კილომეტრი უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადავიდეს, შუაში მაინც ხომ უნდა ყოფილიყო. და იქ არის ძალიან ბევრი არასწორი საგზაო ნიშანი, რომელიც კი არ განტვირს თავს ჩვენთან მოძრაობას და პირიქით ტვირს თავს. ეს არის ძალიან ბევრ ადგილას და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული და დაუშვათ გაჩერება სადაც არ შეიძლება, ხომ? თითქმის ყველგან უნდა იყოს მითითებული საათები, იმიტომ რომ ღამის საათებში აჯარიმებენ პოლიციელები და ზუსტად იმ 200 სალარიან ჯარიმებს უწერენ, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია, კი, იქ სადაც არ შეიძლება, ის არ ქმნის არავინ საცობს ღამის 2-3 საათზე.
და იქ უნდა იყოს მითითებული გაჩერება არ შეიძლება იმიტომ რომ იქ შეიძლება შეიქმნას პიკის საათში კიდევ უფრო დიდი საცობი ხო და არა ღამის 2 საათზე და 3 საათზე ამიტომ საათები უნდა იყოს მითითებული ამ საათიდან ამ საათამდე არ შეიძლება გაჩერება კი ბატონო რას გულისხმობს საგზაო უსაფრთხოება და აქვს ქვეყანას დღეს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია შემუშავებული როგორ ფიქრობთ ხალბატონო აკა მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს გმადლობთ მოწვევისთვის ბატონ ზურას აუცილებლად დავეთანხმებ იმაში რომ აი საკითხი საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და სწორედ თქვენ ახსენეთ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია არის აი ეს დოკუმენტი რომელიც ჩვენ შეგვაძლებინებს სწორედ კომპლექსურად მივუდგეთ საკითხს სტრატეგია როგორც ესეთი ეროვნულ დონეზე ანუ სახელმწიფოს დონეზე ჩვენ ჯერჯერობით მიღებული არ გვაქვს მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს დოკუმენტი არსებობს და ის გადამუშავების პროცესია ჩვენ რამდენიმე თვის წინ საუბრობდით იმაზე რომ სტრატეგია არის შემოდებული თაროზე, თუმცა მინდა ძალიან მოხარულები ვართ დაიძრა ეს საკითხი და ნელ-ნელა უკვე ვთქვათ შესაბამის უწყებას გადაეცა, რომელიც ამუშავებს ამას, შეიქმნა ასევე ჯგუფი, რომელიც ვეხმარებით ჩვენ ამ სტრატეგიის სრულყოფაში, ისე რომ ის იყოს რეალისტური და განხორციელდეს ვთქვათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. და მთავარი მიზანი ამ სტრატეგიისა და საგზაო უსაფრთხოებისა ზოგადად არის ადამიანების დაღუპულობის შემცირება და ასევე დაშავებულობის შემცირება გზებზე. ჩვენ ბევრს საუბრობთ ვთქვათ იმ და ზოგადად ამ თემამ წამოიწია ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ განსაკუთრებით საცობები დედაქალაქში შეიქმნა, იმიტომ რომ ქვეითებს უჭირთ სიარული და ის დისკომფორტი შეგვექმნა. თორე ჩვენ წლებია ვსაუბრობ საგზაო უსაფრთხოების თემაზე, მაგრამ იმის გამო რომ აქ ვთქვათ ბევრს არ აწუხებს ეს მაგალითად დაღუპულობა, ხო, ახლა წლის განმავლობაში 600 ადამიანი დაგვეღუპა ჩვენ შარშან, ეს საკმაოდ მაღალი ციფრი არის იმასთან. აი სტატისტიკურად რა მდგომარეობაა წინა წლებთან შედარებით დღეს? შარშან აი 2015 წელს მოიმატა 20%-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, ვიდრე წინა წლებში. ეს ძალიან მართლაც საგანგაშო სტატისტიკაა, მაგრამ ეს ეხება კონკრეტულად იმ 600 ოჯახს, იმ 600 ოჯახის მეგობრებს, ნაცნობებს და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან თითოეულ ჩვენგანს არ გვეხება, ვთქვათ, და ღმერთთან დაგვიფაროს რომ ეს გვეხებოდეს, აი ამიტომ რაღაცნაირად არ ვსაუბრობთ ხმამაღლა ამაზე, მაგრამ როგორც კი ჩვენ საცობების თემა შეგვეხო და ყველა ჩვენგან შეეხო, უცებ დავიწყეთ საგზაო თემებზე საუბარი. რაღაცნაირად უნდა გავიაზროთ ის და მე მუდმივად მინდა ამაზე ვისაუბრო რომ ერთმანეთზე ზრუნვას მივეჩვიოთ ჩვენ ქუჩაში და როდესაც ვთქვათ ურთიერთპატივისცემა ჩამოგვიყალიბდება უკვე ეს ქცევის კულტურა დამკვიდრდება და რაც საკვირველია საცობების ნაკლები იქნება და ნუ ამას სხვა ვთქვათ მარტო კულტურაც არ უშველებს ვთქვათ იგივე სახელმწიფოც უნდა დაგვეხმაროს ინფრასტრუქტურის კუთხით მაგრამ ასევე საგზაო შემთხვევებით შემცირდება რაც შეეხება ვთქვათ ქვეითების და მძღოლების ურთიერთობას და მძღოლების ურთიერთობას ერთმანეთის მიმართ აი მუდმივად როდესაც მეკითხებიან რა პრობლემებს ხედავთ თქვენ ყოველდღიურად, როდესაც მე მძღოლის ამპლუაში ვარ, თქვათ ხშირ შემთხვევაში. აი ეს ზუსტად აი ეს პირველი პრობლემა არის ის, რომ ერთმანეთს არ ვცემთ პატივს, ერთმანეთს არ ვუთმობთ გზას, ყველას ყოველთვის გვეჩქარება და ეს იწვევს რასაკვირველია ამ პრობლემებს. თუნდაც ის, რომ თქვათ საცობში ვდგავართ და ერთმა შემა კოლეგამ თქვა ამას წინათ, რომ საცობში დგომა და არის ღირსების საკითხი და მართლაც ასეა. ეს არის კულტურის და ღირსების საკითხი და ჩვენ რაღაცნაირად აი უნდა დავიწყოთ თქვათ კულტურის ამაღლებით და ასევე ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ და მოვთხოვოთ მკაცრად რომ ის ინფრასტრუქტურა ეს ბატონმა ზურამი საუბრა აი ეს ხარვეზები გამოასწოროს. ბოლო პერიოდში არის რაღაც უფრო მეტი საუბრებია და მეტი შეხვედრები არის თქვათ როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები ამასთან დაკავშირებით და ეს კარგია ეს პროცესი არის არავის აქვს მოლოდინი რომ ეს ერთ წელიწადში უცებ აღმოიფხრება და ჩვენ ევროპულ გამოცდილებას როდესაც ვეცნობთ ყოველთვის გვეუბნებიან რომ ჩვენ 10 წლეულები დაგჭირდა იმისთვის რომ აი ამ კონდიციამდე მოსულიყავით მაგალითად ჰოლანდიაში მაგალითად ბრიტანეთში რომლებიც საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ ამ ქვეყნებს ხო ამ მიმართულებით და სტატისტიკასაც მოგახსენებთ უბრალოდ რომ შესაძლებლად ჩვენ გქონდეს ისინი სადგანან და ჩვენ სად 100,000 ადამიანზე მაგალითად ჰოლანდიაში იღუპება დაახლოებით 3-4 ადამიანი წლის განმავლობაში ჩვენთან 12 შარშანდელი მონაცემებით უკვე 12 ადამიანი და ევროპას აქვს სტრატეგია და მიზანი რომ 2020 წლისთვის გაანახევროს დაღუპულთა რაოდენობა თავიანთ ქვეყნებში ჩვენთან სამწუხაროდ ეს ტენდენცია ჯერჯერობით მზარდია კი ბატონო რობერტ, რა უშლის ხელს საგზაო პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას ხელისუფლებას არ აქვს შესაბამისი ნება, თქვა და ყოველფერში. ეხლა უსმენდი აი ჩემ კოლეგებს და ეკას უნდა დავეთანხმო იმაში, რომ ესე იგი, როდესაც თვითონ ეკამ ბრძანა რომ არ არის შემოშევებული სტრატეგია ქვეყანაში. ეს არის კითხვაზე პასუხი, რომ თუ ქვეყანას არ აქვს სტრატეგია შემოშევებული
რომ რა და როგორ უნდა მართოს, ესე იგი საზოგადოება დადის, აი როგორც ნახე ისე მიშვებული, არავითარი კალაპოტი არ არსებობს, ჩარჩო არ არსებობს. რას გულისხმობ? ახლა ჩვენმა ტელემაყურებელმა რომ კარგად გაიგოს და ჩემი თაობის ხალხს ეს კარგად ახსოვს, მოდი ესე მივყვეთ თანმიმდევრულად. როდესაც სახელმწიფო საავტომობილო ინსპექცია შეიქმნა, სათავეშივე სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციას დავალებული ჰქონდა, რომ პასუხი უნდა ეგო მას ავარიულობაზე, ანუ ადამიანების თქვათ უსაფრთხოებაზე და მას ჰქონდა ძალიან დიდი ბერკეტები, საორგანიზაციო, ეკონომიური და სხვა ღონისძიებები ჩაეტარებინა ისე, რომ სახელმწიფო რანგში ყოფილიყო ერთადერთი უწყება, რომელიც ამ მიმართულებით იქნებოდა პასუხისმგებელი. აი სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციის მემკვიდრე ეხლა სამართალ მემკვიდრე გახლავთ საპატრულო პოლიცია, მის წინ ჯერ საგზაო პოლიცია დაარქვეს, ეხლა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციას არ გააჩნია აი ეგ სტრატეგიული ხედვა, რა უნდა კეთდებოდეს ქვეყანაში, რომ საზოგადოებამ, ქვეითმა და მძღოლმა, ლაპარაკი არ მაქვს მგზავრზე, რომ თავი იგრძნოს დაცულად. ესე იგი, კარგად რომ გავერკვევთ ჩემო კარგებო პატივცემულო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, ესე იგი, დღეს რა ხდება, იცით, საპატრულო პოლიცია პოსტ-ფაქტუმ მიდის შემთხვევაზე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაზე. და მანამდე პროფილაქტიკას ვინ ეწევა, მაგალითად შუხნიშნებს ვინ დგავს თბილისში. მერი ის სამსახური. ესე იგი, ამათი დავალება რაც უფრო მეტ შემოიტანენ, მეც დადგავენ, საზოგადოება და ხალხი სუფეხებზე კიდიან. ოღონდ ამან ის შუქნიშანი მოხსნას, ახალი დააყენოს, მეგეუბნები თქვენ. ამიტომ და საპატრულო პოლიცია არაგებს პასუხს ავარიულობაზე. იქიდან გამომდინარე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვზე. ჩვენ ახლა ლაპარაკობთ, რომ 600 კაცია გარდაცვლილი. მე ამ სტატისტიკას ვეწევი 1970 წლიდან. ჯერ ერთი თანამდებობაზე ვიყავი სულ თბილისის და რესპუბლიკის გაიში და ეს საკითხები კარგად ვიცი. კარგად ვიცი მთლიანად რა ხდებოდა ქვეყანაში და თითო ქუჩა და თითო ის ვიცი მე და უბრალოდ იმიტომ ლაპარაკობ, რომ სტატისტიკური მონაცემებით დაღუპულებში გადის ის კატეგორია, ვინც 1-დან 7 დღეში გარდაიცვალა ავარიის შედეგად. თქვათ მე-9 დღეს ერთი თვის შედეგ ვინც გარდაიცვალა, ესენი სტატისტიკას ყავს დასახიჩრებულებში. ანუ 600 კაცი კი არ არის დაღუპული, გაცილებით მეტია პრაქტიკულად, რაც ჩვენთვის ერთი პატარა ქვეყნისთვის არის ერთი სოფლის ხელა, რა ქვია, მოსახლეობა. ყოველ წელს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ არავინ არ იხსნება არანაირ ავარიაზე. ანუ არავინ პასუხს არ აგებს. აი მიკროავტობუსი დაეჯახა იქ 6 კაცი გარდაიცვალა, 5 კაცი სადვეძებოდ გამოსა, ვინმე არ არის ამ ქვეყანაში პატრონი, თუ როგორც ეკამ თქვა და მართლა არ არის სტრატეგია და არ არის სტრატეგია, არც არის ისა, ვიღაცა ვინმე სადმეს გინახია დაჟილი, ან მიკროავტობუსის მძღოლის ხელმძღვანელი, ან ვინმე გამოსული საპატრულო პოლიციიდან და ეთქვა, რომ აი ხალხო იცით რა, ესე მოხდა, ესე სულ ყველა არის მიმალული ბუჩქებში. კარგი ხელფასებით, კარგი მანქანებით, კარგი შეიარაღებით, კარგი ტექნიკური აღჭურვილობით და ეხლა ნახეთ რა ხდება ქალაქში. ქალაქში არის ქაოსი, ჩემო კარგო. ბატონო რობერტ, მე მაინტერესებს თქვენი როგორც ექსპერტის შეხედულება, რა უნდა გაკეთდეს ავტომანქანების სიმრავლით გამოწვეული საცობების დასარეგულირებლად? აი რა არის მოკლევადიანი გეგმა? მოკლევადიანი გეგმა, ჩემო პატივცემულო მარი გენაცვალე, არის ის, რომ თბილისის მერიაში ადრეს და ეხლაც ზის ხალხი, რომელიც აზრზე არ არის, აი ამ ქალაქში რა ხდება. დანაშაული იწყება საიდან? სადაც მერია არის, იმის ძირში მერიის თანამშრომლებს აქვს გაკეთებული ავტოსადგომი. სადაც ვთქვით და როგორც იქნა მოიხსნა. არა, გავიგე, მაგრამ რამდენი წელია ამაზე იყო ლაპარაკი. აკჯერა მაქვს დათქვამი მე. მე ესე იგი ძალიან დიდ პრობლემას ჩემო კარგო, ის ქვეითების ხიდები თუ გვირაბები რო გააკეთეს და ხიდები რო დაარქვეს, 27 ხიდი გააკეთეს, იქიდან 3 ხიდია არის მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად. აი დიღმის
შემოსასვლელში რომ შემოდიხარ აღმაშენებლის გამზირზე სასამართლოსთან ხიდი არის სწორად დაანარჩენი იქეთ სადაც არის ახლა საბაა ავეჯის მაღაზია მეტრო დიდუბესთან ის ხიდი ვის ჭირდებოდა არა და ერთი ხიდი დაჭდა 150,000 ლარი თითო ხიდი ეხლა გეკითხებით ეს თანხა რომ მოხმარებოდა თქვა ყველაზე გაჭირებოდა ყველაზე პრაქტიკულად აი ტოლველებს რამდენ ბინას დაყურიგებდნენ ამ ტოლებს ეს 27 ხიდი ააშენა თბილისის მერიამ გადაყარა თქვენ გონიათ რა გადაყარა იცით რა არის საინტერესო ხიდის ბოძკინტი რაც არის რაზეც ხიდი დგას ვისიც ის ხიდია იცით იმის კვადრატულ მეტრებში აქვს ის ნაკიდი რასაც ბოძი იტევს და თქვა ის რვა ბოძი რაც არის იმისა სიხდის და ზემოთ აქვს ჩვენურად გაკეთებული სარეკლამო ბანერები იღებენ ფულს და ქვეითად მოსერული ფეხმძიმე ვერავა ისა ინვალიდი ვერავა მოხუცებული ვერავა და ესენი ვის ჭირდება აი აქ არის ისა თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა ძველებმაც და ახლებმაც რომლებსაც ბევრი რაღაცები შერჩა და ესენიც ისევე ისე გულაობენ და ისე აგრძელებენ უნდა შეიმუშაოს ეგ გეგმა თბილისისთვის ქუთაისის მერიამ და ბათუმში ბათუმის მერიამ სხვანაირად ჩვენ მაგალითად ვინ რას გვეკითხება ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ და მე იმიტომ მოვედიახ რომ ამის საშუალება გვეძლევა და არ არის ეს თოქ-შოუ და რაღაც ლაზღანდარობა. გასულ ლაპარაკობთ იმიტომ რომ ყველა საქმესაც მოწვეულია სტუმარი აქ თავისი აბსოლუტურად რაციონალური აზრი და სწორი შეხედულება. დალოცილო თბილისის მერია ხარ თუ ვინც ხარ თუ საპატრულო პოლიცია ხარ დაუძახე ამ ხალხს მოусმინე და რაღაცა ის შეიმუშავეთ რომ იყოს რაღაცა კონცეფცია თქვათ 3 წლიანი 5 წლიანი მე ეს არის ჩემი აზრი. ეხლა არა მაგ დრო თორე უფრო კარგ მაგალითებს მოგიყვანთ. ეხლა მე მინდა ეკას უთხრა და შევეხმიანო რომ ევროპაში ჩემო კარგებო. დიახ. ევროპაში თქვენზე ადრე ვარ მე ძალიან ადრე ნამყოფი. მაშინ ცეკვავდი სახელმწიფო ასამში და იმით იქ მაგ ნახ ჩვენ ევროპული რაღაცეები ბევრ რამეში არ წაგვადგება. რატო იცი? ჩვენი ქართული ხასიათი, რასაც დღეს მენტალიტეტად ნათლავი. ჩვენი ქართული ხასიათი არ იძლევა საშუალებას იმისას რომ ძღოლი და ქვეითი ჩვენთან არის ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში. ევროპაში ეს არ არის. ესე იგი ევროპული რო დაამკვიდრო აქ უნდა იყოს ევროპული სული, ევროპული რაღაცა ვერ დაამკვიდრებთ, გამიგეთ? ერთ-ერთი გამოსავალი თუ გიდათ რომ ძღოლი დაიმორჩილოთ, კანონს ვეუბნები და კანონმდებლს ან ქვეითი დაიმორჩილოთ ეს არის ჯარებების სისტემა საუბედუროდ. ან და მეორეა კიდე რომ საბავშვო ბაღებიდან როგორც ევროპაშია საბავშვო ბაღებიდან საშუალო სკოლებიდან ჩაუდეთ საფუძვლად რომ ბავშვი გაიზარდოს კარგ საგზაო მოძრაობის მონაწილედ. არ გამოვა ისე მე ძალიან გითხარით სანამ დავიწყდით ჩემი წიგნი ახალი კი არის კაცო ველოსიპედი კი არ გამოვიგონე დავჯექი და როცა გაიში ვმუშაობდი მომინდა რომ სკოლიდან წასული კაცი ვიყავი დირექტორის მოადგილე წავედი სამუშაო ორგანოებში და მომინდა რომ დამეწერა რაღაცა ბავშვებისთვის დავწერე ეს წიგნი და დევს სადაც არის კარგად თქვენი შვილისთვის ჩემი შვილიშვილებისთვის და ყველასთვის გასაგებად რომ ბავშვი ინტერესდება ამ თემით საბავშვო ბაღიდან მე სკოლიდან ესე იგი რომ დაამთავრებს იმისგან მიიღებ კარგ მძღოლს კარგ ქვეითს, კარგ მგზავრს და ჩამოყალიბებულ საგზაო მოძრაობის მონაწილეს. აი ეგ არის შენი ევროპა. ესე ზეპირა. ანუ არ მიაქციეს ყურადღება და იცით რომ რამოდენიმე წლის წინ დაწერეს განათლების სამინისტრომ და რამოდენიმე პოლიციელმა დაწერა ყოველგვარი ავტოექსპერტის გარეშე მე ვიკითხე, დაწერეს რაღაც ბროშურა რომლითაც ასწავლიან დღეს მესამე კლასელებს და რას ასწავლიან იცით? უბრალოდ საგზაო ნიშნებს განაცუდია, კარგია, მაგრამ ზუსტად თქვენ რას თქვით ის რაც რომ პირდაპირ გადმოწერეს უცხოეთიდან ეს არ იმუშავებს ჩვენთან. იგივე ტოპგია ძალიან კარგია და ყველაფერი ერთადად ხო? იცით რაშია საქმე საზაო უსაფრთხოება არ არის მარტო საგზაო ნიშნები. ეს არ არის საგზაო უსაფრთხოება ის კონკრეტული მაგალითები უნდა მოვიყვანოთ. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი როდესაც დიდი ავტომობილი როდესაც მოძრაობს დაუშვათ და ის უთმობს პატარა ბავშვებს გზას, ხო? შეიძლება გადასვლის დროს სხვა ავტომობილმა ვერ დაინახოს ბავშვები და ბავშვებმა ის ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არა ის მარტო საგზაო ნიშნები რომ ვასწავლოთ. აი ხა იმედზე გადის საგზაო ნიშნებს ასწავლის პატრული ხალხს. ესე იგი საგზაო ნიშნები არ ვიცით ჩვენ? ეს კიდევ უფრო დიდი უბედურება არის. ანუ საგზაო უსაფრთხოებას კი არ ასწავლიან, რომ აი კონკრეტული მაგალითები, აი რატომ მოხდა ისეთ თვითმფრინავი, როდესაც ვარდა
ხდება, იქ გამოკვლევა ხდება და ის მეორეჯერ აღარ ხდება, როდესაც ვულკანმა ამოხეთქა 2 წლის წინ გახსოვთ, ალბათ გადაიდო რეისები, იმიტომ რომ ის მტვერი ძრავს იმაშება გამოყავს წყობილიდან, მაგრამ ჩვენთან ხდება ავტოსაგზაო შემთხვევაში ბატონმა რობერტომ სწორად აღნიშნა, რომ არანაირი ზომები არ არის მიღებული, ის უნდა მოხდეს პირველ რიგში, აი მე გეტყვით ახლა რომ აუცილებლად მოხდეს ამაღლება ცნობიერების ადამიანი როგორ უნდა მოხდეს, ანუ თუ გადაცემა არ გააკეთე და თუ უბრალოდ გამოვა პატრული და ეტყვის, იცი რა ეს ნიშანი არის ის აგური რომ იქ შესვლა არ შეიძლება და ავარია მოგივას, როგორ არ შეიძლება იქ სამარშრუტო ტაქსი შედის, ის მეათ არ მოვდით ავტოსაგზაო, უბრალოდ წესრიგს მითითება ეს და არა ის რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გეტყვი, ახლა შენ სპეციალისტი ხარ და ეკაც სპეციალისტია. მე გეტყვი თქვენ რომ სანამ ჩვენ არ მივახცევთ მაგ საბავშვო ბაღებში და სკოლებში არაფერი არ გამოვა რა ფულიც გიტა დახარჯე მე კიდე გეუბნები ყველა კანონი უნდა მიუსადაგო ამა თუ იმ ხალხის კულტურას და მის ტრადიციებს არ დამიწყოს ვიღაცამ რა რომ ისა ჩვენ კავკასიელები ვარ ჯერჯერობით ამ ხასიათებში ჩვენზე მუშაობს ჩემო კანონი გეტყვი კარგ მაგალითს ცხონებული შადური იყო ერთი მინისტრის პირველი მოადგილე გადასარევი პიროვნება ღმერთთან შემყოფს. საბჭოთა კავშირში, საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში როცა შემოიღეს ეს 72 წელს ღვედების ის რომ დაიწყო ბუმი და კანონები გამოვიდა საქართველოში და კავკასიაში ღვედს არ იკეთებდა არავინ. არ იკეთებდა. სულამობდი რომ ამას უშველის კანონის გამკაცრება. ხო ხედავთ ახლა? მე ეს თქვენს სულ დიდი პატარა გამოდის ღვედს იკეთებს. ისე როგორც კი ჯიბეზე დაარტყავს ამ შენ პატივცემულ ქართველ კაცს გესმის ჯარიმა იმ თუჩი ჩაჯდება კალაპოჩი რა ხონდა ხო სხვანაირად არ მაყურებელი გვეკავშირდება და განვაგრძოთ აუცილებლად მოგესალმებით ალო აი მე ატა ტრანსპორტერი ვარ მე აი გამოსის ჩაბარება მოედანზე სწავლება მოედანზე გამოსის ჩაბარება და მე გამოდიან გარეთ ინტერესულ მოძრაობის კურსებზე აი ეს დასაშვებია თორა აი ეს ვერ გამიგიემ მე აი მოედანზე მინდორში არის ტაბების სწავლება ვიანები და ზიგზაგები რაში არ გამოადგება და მოედანზე ჩაბარება გამოსის ქალაქში არ უნდა იყოს გამოსის ჩაბარება კარგით მადლობა ზარისთვის მარტო ქალაქში არ კი არა უფრო მეტსაც გეტყვით საერთოდ უნდა იყოს პოლიგონი პოლიგონზე უნდა იყოს იმიტაცია მოყინულის, ანუ ეხლა ალბათ ბევრს გაუკვირდება ზაფხულში როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ის არის სპეციალური საფარი არის ბეტონის, რომელიც პრიალებს იმაზე წყალი და საპნი საპონთან ერთად არის შერეული, რომელიც იმიტაციას, ანუ მოყინულზე როგორ მოიქცევა კურსანტი გვირაბი კეთდება, თითქმის ყველა ქვეყანაში არის ეს პოლიგონი, სადაც ხდება როგორც სპეცმომზადება, თქვენ ახსენეთ, აი პატრული, ხო, ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებთან დადიან პატრულის კონტრავარული და ექსტრემალური მეცადინეობა არა აქვს, გავლილი კურსები პატრულს და საგზაო უსაფრთხოების თეორიული არანაირი ის არ აქვს, უბრალოდ საგზაო მოძრაობის წესები და სულ მინიმუმ მე შევთავაზე რომ ბოლო-ბოლო ტესტირება გაუკეთოთ ამ იმას კურსანტებს და ზოგი არ შეიძლება რომ საჭესთან დასვა. განაიმიტომ შეიძლება იაროს ძალე, მაგრამ როგორც პატრონმა არ შეიძლება რომ დაждდეს ის საჭესთან. მას უნდა მიენიჭოს ან მწვანე, ან ყვითელი, ან წითელი სტატუსი არის ესეთი მომენტი და იცით რა, როდესაც ახლა მაყურებელი არეკა და სწორი თქვა 5 კილომეტრის სიჩქარით აბარებენ მოძრაობის ესე გამოსდას 5 კილომეტრის სიჩქარით თქვენ გინახეთ როგორ აბარებენ ხო? შემდეგ მართვის მოწყობას იღებენ და შეიძლება იარო 110-ით მოყინულზე სადაც გინდა იქია ეს ხო აბსურდია წარმოუდგენელი რამ არის აქედან გამომდინარე მე მოვითხოვ დიდი ხანი ამას ვიძახი არ დაждდება ძალიან ძვირი მაგრამ ერთხელ უნდა გააკეთოს სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურა პოლიგონი გვჭირდება რამოდენიმე გექტარი და სადაც იქნება სხვადასხვა საფარი სადაც იქნება ხელოვნური ანუ როგორ არის იცით თვითონ წვიმა წამოვიდა უცბად ავტომობილი მიდის და უცბად წამოვა და რა უნდა მოიმოქმედოს როგორ უნდა ჩართოს უცბად ის გვირაბში შედის და სათვალე უკეთია ხო ყოფილა ავტოსაგზაო შემთხვევა და ამეთანხმებით თქვენს როდესაც სათვალის გამო რომ უბრალოდ მზიან ამიჩი შედის გვირაბში და ყველაფერი ბნელდება და ამუხრუჭებს და ეჯახება ვიღაც ეს თუ ჩვენს ეს არის საგზაო უსაფრთხოება ეს არის საგზაო უსაფრთხოების რაღაც ელემენტები რომელიც უნდა დაინერგოს ყველგან აქედან გამომდინარე ის მართვის მოწმებას იღებს და შემდეგ სწავლობს ავტომობილის მართვას ბატონო ზურა მაყურებელი გვეკავშირდება ისევ მოგესალმებით გამარჯობათ მოგესალმებით მე ცხოვრობ საქართველოს მოედანზე აქ გაჩერება სადაც არის ესე იგი ნიშანის ასაა დახენებული იქ წესით მანქანები არ უნდა ჩერდებოდნენ და არ უნდა პარკირება არ უნდა მოხდეს მე ასე ვფიქრობდა მანქანები შემოდიან ყოველგვარი ესე იგი აი რა მაგას და ჩერდებიან ხო და მე გამოშმისას არავითარი გაფრთხილება მანქანებში ძლებიან შოფერები აი შეყოლოთ თითქმის ვინც მოდის აქ
თავი გამოყო ან შეიგინა ან სიგნალი მისცა და გამატარე. მაგი დაწერილო პატრულს მიმართეთ ეხლა ეგ თემა ჩვენი არ არის. მე რა მინდა ზურას ჩავეცილო ისა. თან არ მქონდა ეხლა ის პრეტენზია რაღაცაზე, მაგრამ მე კიდე გეუბნები, სანამ კანდიდატი მანქანის სწავლას ისწავლის, დაიწყებს 17 წელი გავიდა. განათლების სამინისტროსთან ერთად საპატრულო პოლიციამ, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოიღეს ახალი ნოვაცია, რომ 17 წლის ბავშვს მივცეთ მართვის უფლება. მე ახლა ვასწავლე ამ თეორიას. ვიცი ეს რა კონტინგენტია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ესე იგი, რომ სკოლა არის მკვდარი. ეს იცით განათლების სამინისტრომ, რომ რაღაცა წიგნი გამოუშვა იმ სააკაშვილმა, ნახევარი წიგნია, ბოლომდე კი არ არის. აი თქვენი შვილი, ძმისშვილი, ნახეთ ერთი რასაც სკოლაში ვითომ ისწავლება საგანი და ორი შეკითხვა მაქვს განათლების სამინისტროსთან. ხალხი არა ხარ, ვის ატყუებთ, რატო იტყუებთ თავს? მასწავლებელი არ აყავს. საწყალი ამ პატრულებს დაარბენებენ, სადაც შეიძლება რომ მივიდეს და ბიჭო პატრულის ახლა გასაგებია, მაგრამ ამას საგანს სჭირდება პედაგოგი, ჩემოკარგო. საგანს სჭირდება მე კიდე გეუბნები კაცო, არა ვარ არაფისა, მაგრამ არის თავისი მეთოდიკა. როგორ უნდა ასწავლო იმ ევროპიდან ის რო გადმოიღეს, ეს ვეღარ გადმოიღეს რო გერმანიაში საბავშვო ბაღიდან იწყებენ. პატრულმა იცის ჯერ, პატრულმას გავლილი არ. არ იცის, იმიტომ რომ ის იცის სკოლაშია. ორი სიტყვით გეტყვით რა, პატრულები რო დაყავთ, კარგი გამახსენეთ რა, ზუსტად ამაზე მქონდა და განათლების სამინისტროს შევეკითხე რომ ვინ ყავდათ ავტო ექსპერტი, ვინ დაწერა და ვერ მიპასუხეს. ამაშია საქმე და პატრულებმა რო იარო ყოველ დღე რო თითო სკოლაში მივიდნენ ერთ წელიწადში ვერ მოითავე და აუხსენ რომ პატრულმა კი არ უნდა იაროს, პატრულებმა და ავტოექსპერტებმა და იურისტებმა უნდა ჩაუტარონ მასწავლებლებს. აი რას თქვენ თქვით, მასწავლებლებს უნდა ყველა სკოლიდან თითო მასწავლებელი უნდა შეკრიბო და რა უნდა ეს ერთ დღეში ჩატარდება ეს ყველაფერი და დაურიგო ეს პროცესი, ერთი კაი ლექცია უნდა ჩაუტარო და მორჩა. პატრულები რო დაყავთ, ეს არის პიარი უბრალოდ მეტი არაფერი და ის გადაცემები რომელიც არის პიარი. რომ ვიგრძნო თავის სრულფასოვან მონაწილედ დღევანდელი გადაცემის. ესე იგი, აქ იყო საუბარი განათლებაზე და აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენ სტუმრებს, უნდა დაიწყოს ბაღის ასაკიდან ამ განათლების მიცემა. აქ არ არის საუბარი რასაკვირველია საგზაო ნიშნებზე, ჩვენ ბევრი ჩვენი მეგობარი ქვეყნის გამოცდილება ვიცით, სადაც ბაღიდან ისწავლება არა მხოლოდ თქვა თეორია, არამედ ველოსიპედით გამოდიან ეზოში, ინფრასტრუქტურა მოწყობილი აქვს და ავარჯიშებენ ბავშვებს. რაც შეეხება სამინისტროს წიგნს მე-3-4 კლასში რაც ისწავლება, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წლის წინ 2008-2009 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ სადაც მაშინ მოღვაწეობდი, საპილოტო პროექტი გავაკეთეთ, შევქმნით ეს წიგნი, რომელშიც მონაწილეობდა როგორც სხვათა შორის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე იყო აქ ექსპერტიც ჩართული, თქვათ, ბატონი ილია იყო მეგობიშვილი ჩართული, თქვენ დღეს გაგიცანით ბატონო. იმიტომ რომ განათლების სამინისტრო მოიპარა ის შემიძლია დავასრულებ თუ შეიძლება, არა, ვერ დაამთავრებინოთ ბატონო. და ისა რაღაცნაირად და შეიქმნა მოკლედ ეს კურიკულუმი, ასე თუ შეიძლება ითქვას, ეს იყო საპილოტო პროექტი. საქართველოში დაახლოებით 100 სკოლაში შევიტანეთ და ჩვენი მიზანი როგორც არასამთავრობოს იყო გაგვეგო, აბა როგორ მუშაობს თვითონ ეს წიგნი. აქ არ იყო ნიშნებზე საუბარი, იყო ზუსტად იმ უნარჩვევებზე. და აღმოჩნდა ის, რომ მანამდე, ანუ პრე და პოსტ კვლევა ჩავატარეთ ბავშვებში, 70%-ით გაიზარდა ბავშვების ცოდნის დონე. თუმცა, მინდა და ჩვენ ძალიან წარმატებულად ჩავთვალეთ ეს პროექტი და ასეც იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ერთ და მე-3-4 კლასებში იყო. ამ კურიკულუმიდან რაღაც ნაწილები ამოღებულია, რაც დღეს ისწავლება და მხოლოდ საგზაო ნიშნები არ არის აქ ჩადებული, მაგრამ საგზაო ნიშნები ისწავლება მაღალ კლასებში, რაც უფრო მეტად ჭირდებათ ამ ბავშვებს. მართლაც ზურა სწორს ამბობდა, რომ არა მარტო საგზაო ნიშნები, არამედ სხვა უნარჩვევები, როდესაც გადიან ეს მე-11 კლასელები და მძღოლის ამპლუაში გვევლინებიან, ზუსტად მათ ჭირდებათ ეს უნარები და მხოლოდ ერთ კლასში არა, ყოველ წელს უნდა ისწავლებოდეს და შეხსენება უნდა ხდებოდეს ბავშვებისთვის, რომ გზაზე გასვლა, ქუჩაში გასვლა, ეს არის პასუხისმგებლობა და ისინი მხოლოდ საკუთარ თავს კი არ აყენებენ რაღაც პრობლემას, ამ თქვა უქმნიან საფრთხეს თავისი არასწორი ქსევით, არამედ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებსაც. ბატონო, მე მინდა სხვა თემებსაც შევეხო, აუცილებლად დავუბრუნდეთ იმ თემას, რაც თქვენ ახსენეთ, ქვეითის და მძღოლის პატივისცემას და ურთიერთობას ერთმანეთთან დამოკიდებულებას. რას ფიქრობთ ჯარიმებთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, ეს უნდა გამკაცრდეს თუ პირიქით სხვა საშუალებები არსებობს, რაც თქვათ უფრო შევიმუშაოთ ამ მხრივ. ჯარიმები არის ძალიან სწორი მიდგომა და ეს ჩვენ არ გამოგვიგონებია, ეს ოდით განვიასია და ევროპაში სხვათა შორის ევროპაშიც ახლა ბატონი
ამბობდა ზუსტად რომ ჩვენ მენტალიტეტითო განსხვავებულები ვართო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ევროპაშიც საკმაოდ მაღალი ჯარიმებია და კარგად მოქმედებს ეს ჯარიმები და ზუსტად კანონმორჩილები გახდნენ, იმიტომ რომ ამ სისტემამ ძალიან სწორად და მიზანმიმართულად იმუშავა. მხოლოდ საგანმანათლებლო კამპანია ხა ჩვენი ორგანიზაცია საგანმანათლებლო კუთხით მუშაობს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ ეს არ კმარა. ამიტომ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ პატრულთან და კიდევ უფრო გვინდა გავამჭიდროთ და გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, რომ რაღაცნაირად ორივე კუთხით ვიმუშაოთ და საზოგადოებას როგორც ინფორმაცია მივაწოდოთ, ასევე ვთქვათ ჯარიმებიც ამუშავდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აგრესია ჯარიმების მიმართ, დამრღვევების მხრიდან. ნუ ახლა ეს ბუნებრივია, შეიძლება მაშინ როდესაც ვთქვათ 200 ლარით დაგაჯარიმებენ და საკმაოდ მაღალია, მაგრამ ესეც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის ის ჯარიმა, მაშინ მივიღოთ. თუ არა და არ უნდა დავარღვიოთ. თუმცა 200 ლარიან ჯარიმაზე ასევე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალი არის აი ამ კონკრეტული კანონდარღვევისთვის, თქვათ, რაც დღეს არის ჩადებული, თქვათ, კანონში. მაშინ თუ და ეს ითვალისწინებს, აქვე დავაკონკრეტებ, საცობი რო არ შეიქმნას და საავარიო სიტუაცია არ შეიქმნას გზის სავალ ნაწილზე. მაგრამ მოდით ვნახოთ ტროტუარზე რა ხდება ამ დროს. 10 ლარიანი ჯარიმა არის იმ ავტომობილებისთვის, ვისაც უხეშად აქვს გადაკეტილი და აბსოლუტურად ვეღარ გაევლის ქვეითი და იძულებული ხდება შეუქმნა საკუთარ თავს საფრთხე და გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. ანუ ეს არანაკლებ, კი არა, უფრო ბევრად მეტად მაღალი რისკი არის ფეხით მოსიარულისთვის. ამიტომ აგრო 10 ლარი გვაქვს ჩვენ ტროტუარის გადაკეტისთვის და თქვათ უცებ აქეთ გზის სავალ ნაწილზე 200 ლარი ძალიან არადაბალანსებული ჯარიმა. ესეც ხარვეზია და უნდა გამოსწორდეს. და აქვე ჩანს უკვე ამ კანონშივე ჩანს რომ ქვეთ ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას. მაშინ როდესაც ევროპის მთლიანი ევროპა და განვითარებული ქვეყნები ადამიანს აქცევენ ყურადღებას და ადამიანით იწყება ათვლა. ადამიანი არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ შემთხვევაში რატომღაც უკვე უფრო ავტომობილისკენ ვიხრებით, მაგრამ ესეც გამოსასწორებელი საკითხია და ამაზე ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა. მაყურებელი გვიკავშირდება, მოგესალმებით. გამარჯობათ, კარგად. გამარჯობათ. ველისალმებით თქვენს სტუმრებს, მაგრამ მე ვხედავ, რომ მან თავარი საკითხი, რომელიც მოძრაობის ორგანიზაციას და უსაფრთხოებას ეხება და საკითხი, რომელიც დღეს პრობლემები აქვს შექმნილი ქალაქში ტრანსპორტს, ალბათ არის მის მანდ როგორ არის. ისინი არ პასუხობენ. ყველანი თავისას ლაპარაკობენ, გარდა რამდენიმე სპეციალისტის მამაკაცების, რომლებიც ამბობენ, რომ როგორ უნდა გადაწყდეს. ის საკითხები, რომლებიც დგას, არა სპეციალისტების მიერ წყდება მანდ თქვენთან და არა სპეციალისტები წყვეტენ ქალაქში ამ პრობლემებს. ამიტომ სპეციალისტები და ბავშვების აღზრდა მართლაც უნდა დაიწყოს სკოლიდან და კალბატონი რასაც ლაპარაკობს ევროპულ გამოცდილებაზე, ეს გამოცდილებები ევროპაში რჩებოდა, არა ჩვენთან. ჩვენთან სხვა გამოცდილებებია საჭირო და მართლაც კულტურის დონე განცდიდან უნდა დაიწყოს. მე ავტოსკოლებიც, რომელიც არის, უნდა იყოს რეგისტრირებული. მან სპეციალისტები აქტიურად მოსცილდნენ მთავარ თემას, პრობლემას, რომელიც ტრანსპორტმა შექმნა და ქვეითემა შექმნეს. ამიტომ თუ თემა ეხება საკითხს, უსაფრთხოებას, მოძრაობის ორგანიზაციას, ამ თემაზე იყოს ლაპარაკი და ძირითადად იმ საკითხზე, რომელიც დღეს საჭიროებოდ არის გადასაწყვეტი არის და როგორც სპეციალისტება ბატონ რობერტის არ ეშლება, ბატონ ზურაბის არ ეშლება საკითხები, რომლებიც სწორად უნდა დადგეს და გადაწყდეს და არა ისე, რომ ევროპული ღირებულებების შეფასება დავიწყოთ ქართულ რეალობაში. მოდით ასე ვისაუბროთ, უფრო ჯობია და ერთხელ და სამუდამოდ სირაქლემის მდგომარეობაში რომ ვიკრიბით, მე გვაქვს ჩარკვეული თავი სილაში და სხვა რამეს ვფიქრობთ. ვიფიქროთ რეალობით, სიმართლით და სამართლიანობის პრინციპით. ჯარიმები კარგია, სპეციალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ და სპეციალისტის ხმა უნდა Dobro, აქ აქცენტი გაკეთდა ძირითადად ხო, გასაგებია, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის და ნუ მოსაზრებისთვის უფრო მეტად, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ რეალობას მოწყვეტილი და დიახაც, იმიტომ ხდება ჩვენი ურთიერთობები ზუსტად სამთავრობო უწყებებთან არის ეს თუ თვითონ ხალხთან, იმ კამპანიების მეშვეობით, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, რომ დიახაც, იმიტომ ვიღებთ მონაწილეობას და ვუსმენთ ამ ადამიანების მოსაზრებებს, რომ ჩვენ მივიღოთ ხალხის ხმა და ეს ორგანიზაცია არსებობს იმისთვის, რომ ხალხის ხმა ზუსტად მიიტანოს მთავრობამ. ერთი წამით თუ შეიძლება, ეხლა რაც შეეხება ევროპულ გამოცდილებას, შეიძლება ვთქვათ ის ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც ვთქვათ დღეს ცოტა სხვანაირად ფიქრობს, არის აი რაღაც წინა და ძველ ცოტა მენტალიტეტის მორგებული, იმიტომ რომ დღეს ძალიან წინ არის წასული ევროპა ამ კუთხით. ზუსტად
ამიტომ საუბრობ ჩვენ ევროპის ძალიან ის გამოცდილებაზე და არა იმიტომ რომ ვთქვათ ევროპელები რაიმე თუ გჯობიან. არავითარ შემთხვევაში უბრალოდ ევროპული გამოცდილება არის ის რომელსაც ჩვენ გავუყვებით და კარგი შედეგები აქვს, თორე რასაკვირველია ჩვენს მენტალიტეტზე მორგებული ამას კვლევებით ვადასტურებთ და ვიგებთ ჩვენ რა უნდა ჩვენს მომხმარება საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამას წინათაც ჩავატარეთ ზუსტად ის კვლევა რომელიც ქვეითები და მძღოლები გამოვკითხეთ და რა იქნებოდა მათთვის თქვათ საუკეთესო გამოსავალი რომ არ დაერღვეთ კანონი მაგალითად ქვეითებს არ გადაეკვეთათ გზა ის სადაც კვეთდნენ და არ ღვევდნენ კანონს მძღოლებისთვის ის რომ დაეთმოთ გზა ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელზე და აღმოჩნდა ის რომ თუ იქნება კანონი თუ იქნება ამ კანონის აღსრულება და დაჯარიმება ამ შემთხვევაში უკვე ყველა დაიცავს კანონს ამიტომ ძალიან შორს ვარ ჩვენი მაზრისგან რომ რაღაც დაბრმად რაღაცნაირად ვისაუბროთ ხოლმე ევროპულ გამოცდილებაზე. მე ეკას მინდა ვკითხო ახლა. აგერ ჩვენ გვისმენს ძალიან ისეთი მაყურებელი რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან რა ხდება ამ სფეროში. მე მინდა ახლა გითხრა ჩემო კარგო ეკა. ეს ევროპა მე ვიცი კარგად, მაგრამ მე ახლა გეკითხები თქვენ. როგორც აი ამ დარგში არასამთავრობო წარმომადგენლებს. მე მაგალითად არ მეძახიან არცად. რატო იცით? იმიტომ რომ მე ვერ მომატყუებენ. შენ გეტყობა გატყუებენ ჩემო კარგო. გეტყვი კარგ რაღაცას. შენ რო ხვდები, ხა ბოდის ვიხდი რომ შენობით გელაპარაკები ჩემი შვილის ხელახან. შენ რო ხვდები საპატრულო ხელმძღვანელობას, ერთი კითხე რა, არიციან რომ სკოლებში ტყუილად ისწავლება ეგ საგანი, არავინ არ ასწავლის? არიციან? ერთი ვის ჭირდება ესა? აი წარმოგიდგენიათ კაცო, ამდენი ხალხი იღუპება, ხო, ლაპარაკობთ ესე. თავი და თავი არის რომ მართვის უფლებას იღებს კაცი, რომელიც გაგებაში არ არის. ამ დროს პატრულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ იციან რომ მე-11 კლასში ეს საგანად არსებობს რომ მოაწყვეტონ ევროპა და ამერიკელები რომ თვითონ ეს ისწავლება. არაფერია ეს სკოლებში არის მე გენაცვალე სკოლა ვიცი ძალიან კარგად. ვიყავ პიონერ ხელმძღვანელი, მე კომკავშირის დივანი და მე დირექტორის მოადგილე ვიყავ. იმიტომ გეუბნები რომ ეს პროცესები გავლენა ყველამ კარგად იცის რომ სკოლაში საგზაო მოძრაობის წესების სწავლება არის ბლეფი. ის სახელმძღვანელოც არ ვარგა საუბედუროთ რომელშიც ბევრი ფული ჩადიოდა შვიდ ორგანიზაციამ გრანტი მისცა და არაფერი არ ისწავლება. მე მინდა რომ შენ ჩემო ეკა, ჩემო ლამაზო მიიტანო ეს ჩვენი სატკივარი სპეციალისტების რომელსაც არ გვეძახიან არსად და უთხრა ერთი როდემდე შეიძლება ეს თვალის ახვევის პრინციპით ვატყუოთ ევროპა რომ ვიტომ ჩვენთან განათლების სამინისტროს პროგრამა აქვს შემუშავებული. არასწავლიან იმიტომ რომ ორი მიზეზი არსებობს. საგანი არ არის, ციგნი არ აქვს და მეორე კიდე ვინ უნდა ასწავლოს, კადრები არ აყავთ და რაც შეეხება ახლა მე უპასუხებ. თქვენი აზრით მაშინ გამოსავალი რა არის ბატონო რობერტ ამ ყოველფრის როგორ უნდა მივიტანოთ ეს საზოგადოებამდე სკოლაში თუ არ ვასწავლეთ თუ არ ვინ ასწავლის ხო არ არის მასწავლებელი კაცო აგერ აი ჩაგიდი მცხეთაში და ნახეთ რა ესე იგი მცხეთა საქართველოს დედაქალაქი ათასობით ტურისტი დადის ყოველდღე იქაბარ. ერთი ის ქონდა კაცო ამ მცხეთას წრიული მოძრაობა. აი დედათა მონასტერო ჩამოდიხარ, არ გინდა წახვი. უნდა წახვიდე ესე იგი სვეტის ცხოველთან იქა, ამ ვიტრო უნდა მოტრიალდე იქიდან ამბოხვიდე და წახვიდე ისე ვიქეთ ნარეკვავისკენ. არ მინდა ეს სვეტის ცხოველისა რომ ჩავიდე მოძრაობა რომ გადავტირთო. არ ყოფნის არც იმ გამგებელს, არც არავის იქაურს, არავის რომ იმის გამოცდილება და იმის ნიჭი რომ არ უსწავლია და რა ეყოფა რომ ბიჭო ის წრე რაც იყო იქა. რაღაცები მიაშენეს, მოაშენეს რაღაც ქვეითებს, რაღაცა სკვერი გაუკვეთეს, კაცო, ამდენი ტრანსპორტი მოძრაობს, ამდენი უცხოეთ. ერთი წრიული მოძრაობა რა გახდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდება თუ არა? მოგვარდება. რა ქმნის პრობლემას ქმნის უვიცი სპეციალისტის მიერ მითითებული რაღაცა ესეთი ღონისძიება. მეტრო დიდუბესთან, ჩემო კარგო, იმხელა უბრალოდ ხვენია, დიფრანტანოებზე არიან, რომ არ უნდა მოდი მაყურებელი გვიკავშირდება და განვაგრძოთ აუცილებლად. მოგესალმებით. გესალმებით, დიდი პატივისცემით. თუ შეიძლება ერთ წუთში ჩავეტევი და მომისმინე. კი ბატონო, გისმენთ. მე ვცხოვრობ რუსთაველზე და უნდა გადავიდე მიწისქვეშაში და მთელი ვაკე ერთადერთი გადასასვლელია ვაკეში ზევიდან და მეახლიერი ადამიანი დავწერე განცხადება, რომ სადმე ვაკიდან ლენინის მოედნის თავისუფალ
კლუბის მოედნის ჩაცვლით, არცად ზედა გადასასვლელი არ არის. პირველ სკოლასთან ბავშვებმა რა ქნათ. მე რომ კარგი ზღოლები არ ყავდეს, საქართველოში დიდი ხნის გატანილი ვიქნები, იმიტომ რომ მე არ შემიძლია აქედან 30 საფეხური, იქიდან 30 საფეხური და უკანო დავუყრდე 120 საფეხური უნდა გავიარო მიწის ქვეშ. ერთი ზედა გადასასვლელი და აკეთეთ მეთქი და თქვენმა მეტყნახავმა გურგენიძემ გზის დეპარტამენტის ის რომ არის მithore არ შეიძლებაო რატო ზედა გადასასვლელი არ უნდა იყოს იქნებ დამარიგოთ ჭკუა მარტო ჯარიმებზე რო ხართ ორიენტირებული როგორ შეიძლება ხლიერმა ადამიანმა ვერ გადავიდეს მიწის ქვეშ გადასასვლელში და საფრთხე შეუქმნას ზღოს და კარგი ზღოლები რომ არ ყავდეს ჩვენ და წესიერი ხალხი მე ვითმობენ გზაზე ზევიდან გადავდივარ მე არ შემიძლია გასაგებია თქვენი მოსაზრება შეიძლება მე ცოტა მიკვირს რატოა რაღაც არა აი მე ვერავის გადავწევ თქვენ ალბათ გეშლებათ მე რომელი წარმომადგენელი ვარ რომელი კუთხით მე არ ვარ აბსოლუტურად ხელისუფლების წარმომადგენელი ამიტომ მე ვერ გადავწევ თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ თქვენ ხართ ყოფილი ჩინოვნიკი და თქვენ შეგიძლიათ თქვენი კოლეგები არიან ისინი უბრალოდ მე მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირად ცოტა უხერხული სიტუაცია როდესაც გადამოდის ჩემზე ეს დარტყმა იმიტომ რომ მე აბსოლუტურად იგივე ვსაუბრობ და იგივე ჩვენ მე მგონი ეს პოზიციაზე ვართ რომ სწავლა არ არის და ცოტა გასაკვირია და არასწორი პოზიცია მე ერთი წამით მადროვეთ არასწორი პოზიცია როცა ასე ვსაუბრობთ იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში რომ ქაოსია გეთანხმებით იმაში რომ სწავლება უნდა იყოს სკოლებში გეთანხმებით იმაში რომ და არ არის რასაკვირველი არ არის მაგრამ ეხლა ვერ მივიღებ ნამდვილად იმ შენიშვნას რომ ჩვენ რაც შეგვიძლია არასამთავრობოს ამ კუთხით ვაკეთებთ მე მაქვს შეკითხვა თქვენ რომ გაქვთ გულისყვეტა და მე მოვბარებთ რომ გადავწევთ თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ საგზაო საფრთხეობა დღეს იყოს კარგ დონეზე თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს მე რას ვაკეთებ და მე მაქვს გამოცემული წიგნი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და გამოძიებისათვის რომელიც არავის არ აქვს არც ერთ თანამშრომელს არც მილიციის და არც პოლიციის. კარგი, ძალიან ცუდად რჩება და უფრო თემასთან ახლოს რომ ვისაუბროთ. ეს არის აუცილებელი. ეხლა მე გეტყვით, აი ზურა არის, ეხლა ნუ ის ტრანსპორტი კარგად იცით. კაცო, ჩვენთან ქვეითად მოსიარული, ანუ ქვეითი არის ძალიან გაგულავებული. სადაც უნდა იქ გადარბის. მე არ ვიცავ ამით მძღოლებს, მაგრამ იგივე მძღოლი რო გააჩერებს მანქანას ისიც სადაც უნდა იქ გადარბის როცა ქვეითი. ეგრეთ წოდებულ ზებრა გადასასვლელზე არ უთმობენ გზას მძღოლები. არა, ამიტომ, ჩემო კარგო. მოდი რა დავდოთ სასწორზე რა. ქვეითის დარღვევით თუ მოხდა ავარია და მოკვდა კაცი, ქვეითი არაფერი. არა, არის. მაგრამ არავინ არ დაჟირო. სამი მუხლია 127-ში, 3 პუნქტია. ჯარიმა არის, ესე იგი ადრე იყო 1 ლარი, ახლა გახადეს 3 ლარი, რომელიც 3 ლარი იყო, ახლა არის 10 ლარიანი და რომელიც იყო 30 ლარიანი, ახლა გახდა 100 ლარიანი. ეს 100 ლარიანი არის თუ ქვეითის მიზეზის გამო, ამის გამო მოხდა ავარია, რაღაც დაზიანება სხეულის და რაღაცები. ჯო, ეს საწყალი მძღოლი დაარღვევს თუ არა, ერთ პატარა დგომის იმას იწყება და 5000 ლარამდეა ჯარიმა და ციხემდეა. ჯარიმებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა თქვა ბატონო რობერტ, ჯარიმები ჩემის აზრით ისევე როგორც მძღოლის ჯარიმები გაიზარდა, თუ ქვეითმა შექმნა რაღაცა გადახდა ბატონო რობერტ, ქვეითებზე არის 9 წლამდე თავისუფლების აკვეთა თუ მის გამო მოხდა მსხვერპლი, მაგრამ ეს არ მუშაობს. ძალიან ბევრი კამერა არ მუშაობს, მიძინებულია. მობილურზე საუბარი მიძინებულია, მე უყურებ და როგორ პატრულიორ უყურებს, ყველა ნახევარზე მეტი მობილურზე საუბრობს. ახლა ჯარიმებზე რო არ თქვა, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. 200 ლარიანი ჯარიმა, ხო, უცბად ამოტივტივდა. კი, იყო ეს ჯარიმები, მაგრამ იყო რომ ავარიის შემთხვევაში და ავარიის გამომწვევში და თუ საცობი შეიქმნებოდა, ხო? მოდით დავიწყოთ იქიდან. 150 ლარი არის პენსია. ესე იგი პენსიონერს აქვს თუ არა უფლება რომ ავტომობილი კარგით 160 დიდი ბოდიში 10 ლარი შემიშალა და რავშვებით მშიერს ტოვებთ იცით რა არაადეკვატურია როგორ შეიძლება ჩვენ პირდაპირ მივებათ ევროპას და იქაური ფასებით ანუ იქაური ჯარიმები გადმოვიღოთ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 20 ლარიანი ჯარიმად ბატონო რომ ძალიან კარგად იმუშავებდა რამოდენიმე ჩვენ თუ ვინა წესრიგის და ჩვენ თუ შოქში ვაგდეთ ადამიანებს ეს თუ ამბავია სულ ეხლა ხანს რამოდენიმე თვის წინ რაღაც სერიოზული ჯარიმა მე მგონი რუსეთში მოხდა გამოუწერს ადამიანი გარდაიცვალა ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ ვერ გავიგე ხა ვითომ წესრიგს ვამყარებთ ძალიან ბევრი ადამიანი დავტოვეთ ჩვენ მშიერი იმიტომ რომ არიან პენსიონერები რომლებიც დადიან და მათ აქვს 160 ლარი და 200 ლარს აკისრებ და ეს როგორ იცი გადაცნობას ხონდა ძალიან ბევრჯერ ადგილი ამას თვითონაც მე მგონი აღიარებს პასაპორტული იმიტომ რომ უბრალოდ რა არის იცით როდესაც თქვენ წინ გაუჩერებთ ავტომობილს ვეღარ რეგისტრატორი ვეღარ იმაშვება რომ მართლა მოხდა თუ არა ეს უნდა იყოს მთლიანად კომპლექსურად
საპატრულო პოლიცია მიადგება ავტომობილს, რომელიც გაჩერებულია და იღებს ეს კამერა, რომ იმის უკან არის ავტომობილები და არა ის, რომ წინ ჩაუყენებს და ის რეგისტრატორი წინა მხარეს იღებს. ძალიან ბევრი მომენტი არის, რომელიც ჯარიმების გარდა მაშინ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ჯარიმა აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს შოკის მომგვრელი. ჯარიმის გარეშე სწორი ზადა დანაშაულის რო საუბრობთ ევროპულიო ჯერ ევროპას თავი დავანებოთ ამ ჯარიმა წელწლებია აქ არა ჯარიმა იყო მიძინებული არა ევროპის მე ვიზახი თანხის სიდიდეზე იყო აქამდე თქო კარგი ძალიან ცოტა დრო გრჩება გადაუჯარიმებია და უბრალოდ დაიწყე დაჯარიმება იცით და თუ წესრიგი გინდა მაშინ გააფრთხილეთ რომ აი ჩვენ ვიწყებთ ამას და თუ თანხის შემოტანა გინდა კი ბატონო სწორად მუშაობენ და ორი კურდღელი დაიჭირეს ანუ ძალიან ცოტა დრო გრჩება ბატონო რობერტ და პარტიის განახლება ესეთ აი პარტიის განახლება დრო აღარ გვაქვს ფიზიკურად უნდა მოვასწროთ ყველაფერი აბსოლუტურად ერთი არის როცა უნებლიე დარგვა ზღორი პრობლემებია წამალი ჭირდება ცოლი ავატაკავს ერთი უნებლიე დარგვა მეორე არის შეგნებული დარგვა ჩემო აი ამ შეგნებულ დარგვაზე პატრული დღეს არაფერს არ აკეთებს აი 200-დანი ჯარება რასაც შენ ამბობ ჩემო კარგო კაცო უნდა იყოს აი იმ შეგნებულ დამრღვევებზე და არა იმ საწყალ ერთ გაჭირებულ მძღოლზე რომელსაც 160 ლარი ხო და ვინც არღვევს მაგას და ვისაც უფლება აი შავი რაღაცები როა რა მატარები იმას არ აჯერებენ აჯერებენ ერთ გაჭირებულ კაცს ამიტომ შეგნებულ დარღვევაზე მიდგომა უნდა იყოს უმკაცრესი კაცი რო თითოეზე გაიბეს უცბად და ის არის შეგნებული დარგვა. ანუ პატარა რაღაცა ჩვენი დრო ამოიწურა ამით. მე ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით, ვისაუბრებდით ამაზე დაუსრულებლად, მაგრამ ამოიწურა ამით ჩვენთვის განკუთვნილი დრო. ჩემი სტუმრები გახლდათ რობერტ იანტბელიძე, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი, ზურამ ბეჟაშვილი, ასევე საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი და ეკა ვალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე. მე მარიამ გვენცაძე გახლდით, გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.